შესაძლოა ამერიკასა და ბელგიაში ამდენი მინისტრი არ გადაეყენებინათ პრეზიდენტი სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის რეაგირება პატიმართა წამების ფაქტებზე უფრო მკაცრი და ქმედითი იყო, ვიდრე უფრო განვითარებული ქვეყნების მთავრობების იქნებოდა. ბათუმში ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა საჟელახსულების დაწესებულებებში მომხდარ ფაქტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ხალხმა არჩევნებზე სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რადგან ხელისუფლებაში სხვა გუნდის მოსვლის შემთხვევაში ის რაც მერვე საპყრობილეში მოხდა, მთელს ქვეყანაში მოხდება. ის რაც ჩვენ ვიხილეთ 4 დღეში ხდება ყოველ დღე ყველგან. პატიმართა წამების ფაქტების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტი კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს ბათუმში. ის სისტემურ მარცხზე აღარ საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს სენსიტიურმა ხელისუფლებამ გაცილებით მძაფრი რეაგირება მოახდინა მომხდარზე, ვიდრე ამას ამერიკასა და ევროპაში გააკეთებდნენ. ჩვენ ამაზე მოახდინეთ რეაქცია ისეთი როგორც მოახდინე, რომელსაც ჩვენზე განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები არ მოახდინეთ. რატომ მოახდინეთ? იმიტომ რომ ჩვენ უფრო სენსიტიურები ვართ. შეიძლება ბელგიაში ამდენი მინისტრი არ გადაეყენებიათ, არც ამერიკაში. რა თქმა უნდა, ამერიკაში ძალიან ბევრჯერ მოხდარა, ევროპაში პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მოხდარა. ჩვენ იმაზე ჩორ წავედით. პრეზიდენტმა ამჯერადაც ისაუბრა წარსულში დაბრუნებაზე და იმ მოვლენებზე, რაც მმართველი გუნდის შეცვლას მოხვება. ის რაც ხდებოდა გდანის ციხის სარდაფში, ეს ხვალდაზე თუ იქიდან გამოძვრა თამაზაშვილი და დაინიშნა ამ გოგონას ადგილზე, ის გახდება ჩვენი ყოველდღიური რეალობა და მე არავის არ ვაშინებ. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, დამნაშავის მუდმივად სხვაგანძიება იმაზე მიუთითებს, რომ ეს ხელისუფლება რამის შეცვლას და გამოსწორებას არც მომავალში გეგმავს. ნაციონალურმა მოძრაობამ გააგრძელა ისევ შემტევი ტონით, ისევ თამაზაშვილების და ისევ მიზეზის ძებნა სხვასთან, რომ დამნაშავე სხვა არის. მე კი ვაწამებდი, მაგრამ აი ამ წამების გამოვლენი ვინც იყო, ის არის დამნაშავე. ეს არის პროპაგანდის ელემენტალური მეთოდები, რომ ლოგიკა გადადევი გვერდზე და ხმამაღლა რაღაცა მკაფიო ფორმულებით ჩადევი, ისეთი რომელიც ჩვენ განწყობს. პრეზიდენტის განცხადება საპროტესტო აქციაზე გამოიხმაურნენ. რა თქმა უნდა, ასეთი რამე შეიძლება მოხდეს სხვაგანაც. ხდება როგორც თითოეული აქტი, რომელიც რა თქმა უნდა იგმობა მე ხალხი მიდის მართლა. ჩვენთან ეს მოხდა სისტემური და სისტემატური ხასიათს ატარებს. ამაშია მთელი საქმე. სხვა ქვეყნებში ასეთი რაღაც ხდება, ამას გადაყვება პოლიტიკური ხელმძღვანელობა პოლიტიკას. ნახეთ რა მოყვა აბობრეებს. აბობრეების მერე ბუშის ხელისუფლება რესპუბლიკური პარტიამ დაკარგა ძალაუფლება. ამის თქმა მე სხვაგან ხდება და არაფერი არის ფინალის სიცრუე. არის მოთხოვება ქართველი მოსახლეობის. პრეზიდენტისგან განსხვავებით საპროტესტო აქციებზე გამოსული თბილისელები ორი მინისტრის გადაყენება საკმარისად არ მიიჩნევენ და სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ.